What's up YouTube? Салам ყოველს ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ ბიჭები, დღეს შევესწრები გადავიღო ვიდეო მაქსიმალურად ისეთი გარკვეული ფორმატის, რაც ფიქრობ რა მქონია. დღეს შემოგთავაზებთ ისეთ რამე გარკვეულ საინტერესო კომბინაციას, რომელიც წაგადგებათ ნებისმიერი, უფრო ვიტყოდი, ძალისმიერი პრახუტკის წინ. არა აქვს მნიშვნელობა თქვენ სამჭირის შედიბზე წახვალთ, თქვა, დარბაზში გაქვთ დაგეგმილი ძიმე ვარჯიში. თუ მსგავსი ფორმატის რაც გაქვთ ჩაფიქრებული, უზომოდ ეს ვიდეო ძალიან წაგადგებათ. თან ყველაზე მთავარი იმას აღნიშნავ, რომ ბევრი რაღაცა გარკვეული არ იქნება და თან იქნება ყველაფერი მაქსიმალურად პრიმიტიული, ის რაც ძალიან არის ხელმისაწვდომი, რომელიც ჩვეულებრივ იყიდება აფთიაქში, რომელიც ჩვეულებრივ შეგიძლიათ, რა ვიცი, საკუთარი დანამატების მაღაზიაში იყიდოთ. მაგრამ აქვს უზომოდ ეფექტური მოქმედება განსაკუთრებით კომბინაციაში. ისეთ გარკვეულ რაღაცაი ძალიან ტონკი ლაიფჰაკებს გეტყვით. და ეს ვიდეო უზომოდ წაგადგებათ. ახსნი როგორ ნიუანს. ბევრი ვერ ხვდება ერთ რაღაც გარკვეულ ვარიანტს, ანუ კუნთები ყველაფერი კაია, როცა ჯანზე გაქვთ, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ალბათ უფრო მეტ პროცენტულობას გააკეთებს, როცა მიდის საუბარი ნებისმიერ ძალისმიერი პრახუტკა იქნება, თქვა, რამე კროსფიტ კომპლექსი იქნება, თუ რაც იქნება, ყოველთვის მაინც ნერვული სისტემა გადაწყვეტავს. ნერვული სისტემა იმ კუთხით, რომ მაინც ნებისმიერ ვარიანტში რაღაცა გარკვეული დისკომფორტის და ტკივილის რაღაცა ბარიერი, რაღაცა ბალანსი რო იდღოა, მაინც მაგას შესაბამისად თქვენი ტვინი, თქვენი ნეირომედიატორები გეუნებიან თქვენ, რომ ანუ უნდა ან დატორმოზდეთ, ან არ უნდა დატორმოზდეთ. ამიტომ რაც მაქსიმალურად უფრო ისეთ რაღაცა გარკვეულ საფლემენტებს, ან თქვა ისეთ გარკვეულ რაღაცა ნივთიერებებს, ან ამის ისეთს მივიღებთ, რაც შესაბამისად ჩვენ იმ პიკში მიახლოებით, რა ვიცი, 1 საათით, საათნახევრით ადრე დავითრებთ, მაგერს მივიღებთ და უფრო შესაბამისად ამ რაღაცა ტორმოზის ეს თვალენ შეიძლება ითქვას რილაქს უფრო შეგვიჩერებს. ნუ შესაბამისად ლოგიკურია, რომ პერფორმანსის და რაღაცა გარკვეული შედეგი მე იქნება გაცილებით უკეთესი. მეტწილად ეხლა უფრო შევეხები ალბათ ძალისმიერ პრახუტკას, იმიტომ რომ ჩვენ ჩემთან აქ ჰიბრიდ ფამში დარბაზში ბიჭები, მეც, გუჯაც, ჩემი გენერალები ფაქტიურად უბერავთ deadlifts-ის ციკლი გვაქვს. მიახლოებით ალბათ ერთი თვენახევარი რჩება რა. ვითომ ჩაფიქრებული გვაქვს, რომ მაისის ბოლოს საერთოდ სიმბოლურად ყოველთვის ჩემს იუბილეზე რაღაცას ხომ ის თვარენ შევაკეთებ და deadlift-ზე მაქვს მაქსიმუმი ფიერი 238 კილოგრამი. ახლა ხანს ვცადეთ და ეხლა რა ვიცი, ძალიან ისეთი სრული კი მაქვს 250 ხვდები რეალურად 250 კილოგრამი ჩემთვის პირადად. ისეთ ვარიანტში არის, ისეთ სიმბოლური ციფრი არის, მინდა რომ მაგას მივახციო. მაგრამ არ ვიცი როგორ გამოვა, იმიტომ რომ გარკვეულად ბევრი ნიუანსი არის, რაც შეეხება იმენა ხერხემალს, რაც შეეხება შესაბამისად წიაგას. ნუ ეგ გენეტიკის ფაქტორი ერთი, მეორე ნიუანსი, რა ვიცი, მაქვს ორი საკმაოდ დიდი თიაქარი და ვერ მიდის, რა ვთქვათ. წელი ალბათ უფრო ბაზა წელის შესაბამისად ფეხების უფრო ბაზას ვიტყოდი, რომ ალბათ როცა ვიყავი შესაბამისად ვიდეოსაც გადავიღე ახლა ხან სტომპლაცზე, როცა ვიყავი მოზარდი, როცა დავიწყე ვარჯიში, მინდა აქცენტს ვაკეთებდი უფრო შესაბამისად ფეხებზე. ფეხების ბაზა გინდა არ გინდა რაღაც ვარიანტში ჩავმიყალიბდა და ბოლო წლების განმავლობაში არც მქონია რა სურვილი რომ რაღაცა ვთქვა, იმინა ძალისმიერ ვარჯიშებზე გადავთვლილიყავი. ჩემთვის ყოველთვის უფრო ჰიბრიდული სპორტი, უფრო ჰიბრიდული პერფორმანსი იყო საინტერესო. მივხვდი ერთხელ შტანგა აწიო და მე შესაბამისად ნახევარ საათი ქაქანებდე. ჩემთვის პირადად ეგ უფრო არის. მე უფრო მევასება დაბალანსებული რო არის ადამიანი ყველანაირად, რომ აქვს ნორმალური კუნთოვანი მასა, აქვს საშუალო ძალისმიერი მაჩვენებლები, არის კოორდინაციული, დაბალანსებული, სწრაფი არის. ვიზუალურად ეს გამოიყურება ნორმალურად და ყველაფერი ეს კეთდება მაქსიმალურად უფრო ჯანმრთელობასთან ახლოს. მე ვშენიოთ ხვდები რას? 250-ის და 260 კილოც და 270 კილოც მე ცოტში მჯერა რომ ჩემთვის ეგ არის შესაძლებელი. უბრალოდ რამდენიმე ნიუანსი არის. უნდა შევждე ნორმალურ ციკლზე. ბოლო წლებია მე ფაქტიურად ნორმალური ციკლი ვაფშე ფერ გამიკეთებია, რადგან ვარ ალერგიკი ვარ და ყოველთვის თან აი განსაკუთრებით სეზონურად უკვე ეხლა ანტიგისტამინებზე ვზივარ. ყოველთვის მე თვითონ რაზეც გამხსნელი რასაც არის შესაბამისად თქვა ნებისმიერ ფარმაკოლოგია, ბენზოატი ქვიის გამხსნელი, მაგაზე მაქვს ალერგია, რომ ბევრ ზეთს მე ვერ ვიკეთებ ფაქტიურად, ეგ ერთი არის. მეორე ნიუანსი, ბევრი ტაბლეტები უბერო, გვიძზე არის ნაგრუსკა. გვიძზე ისედაც მაქვს ყოველთვის ფერმენტები მომატებული, იმიტომ რომ ინტენსიური ვარჯიშებისაგან მაგისაგანაც იზრდება დატვირთვა და შესაბამისად იმის გამო რომ რაღაცა 20-30 კილო მომოტო შტანგაზე ბევრი დისკომფორტის ვარიანტის გაკეთება მომიწევს რა და ამიტომ უფრო ეს თვალიანი შეიძლება ითქვას რომ for fun და ჩემთვის ვაკეთებ, იმიტომ რომ უფრო გადართული ვარ, უფრო სამუშაოზე უფრო ვეხმარები სხვა ხალხს, უფრო საპორტის როლში გავედი ბოლო ხანებში, მაგრამ ნახოთ 250-ის მოგამი მაგარი კი მაქვს და როგორ გამოვა არ ვიცი. ამიტომ ჩვენ ახლა ხანს ეს კომბინაცია გავაკეთეთ, ახლა რასაც თქვენ გაგიზიარებთ ბიჭები და ჩემებიც ფაქტიურად, იმიტომ ჩემი ორი გენერალი იმით არის საინტერესო ფაქტიურად, რომ სატესტო ჩემი თაგვები იმიტომ არიან, რომ პლაცებო მაგაზე არ მუშაობს. ორივე ნორმალური ნერვული სისტემის მქონეები არიან, ანუ ძალიან ისეთი სტაბილური ტიპები არიან ორივე რა და
არიან კატეგორია ხალხი, ვისაც თქვათ აი ელემენტარულად რა ვიცი, მისცემა სოდას ან მისცემ თქვათ რა ვიცი, ჩოლბურ მაგნეზიუმს ეტყვი რომ რაღაცა თქვათ ახალი ძალიან მეტაბოლური რაღაცა ნივთიერება არის, რომელიც აქტიურებს რაღაცა PPR რაღაცა რეცეპტორებს, ან უთხრა ძალიან მეცნიერულად დაეჯეროს ნერვული სისტემა, ისაც მაგის ფონზე შესაბამისად აღიხსნას და ეგონოს რომ რამე განსაკუთრებული ხდება, ჩოლბური შეიძლება იყოს შინთავი, შაქარი, ჩაყელი კაფსულაში ან გინდა ჩოლბური პიშოვი სოდა. რაზეც აკეთებდნენ ხოლმე წლების წინ ფაქტობრივად ძალიან ბევრ ექსპერიმენტს. აგიხსნით ახლა როგორ სიტუაციას. მოდი გავუყვებით საბაზისო ვარიანტს, ბაზას ბიჭები, იმიტომ რომ ბაზა ყოველთვის იქნება ყოველთვის მაკრონუტრიენტები. სანამ მივიღოთ მიკროზე, ჩვენ გვინდა მაკრონუტრიენტები. შესაბამისად, თქვა თავიღოთ როგორი სიტუაცია, როგორც ვაკეთებთ ხოლმე ჩვენ აქ, ჩემთან დარბაზში. უხეშად, ავიღოთ რა ვიცი, კვირა დღეს ხოლმე ვისვენებ. დღეს არის კვირა დღე, ვცდილობ მაქსიმალურად ვიმუშაო რაღაცა ახალი მასალა, რაც დაგროვილი მაქვს ეგ, წავიკითხო, ვისწავლო. ორშაბათს გვაქვს ხოლმე, თქვა რაღაცა მძიმე ვარჯიში. ეხლა ბოლო ხანებში ძალიან გრაფიკი აირია. გარკვეული რაღაცა პროგრამა დამიწერა ერთმა ძალიან მაგარმა ჩემმა ბრომ რჩევითი ვარიანტში გადავხედე გავანაიზე მომწონს უბერავ მაგას ვერ ვიტყვი რომ ყოველ კვირა ვიმეორებთ იმიტომ რომ რთული არის წინაზე გავაკეთეთ ესე იგი 4 მისვლა 4-ები მიახლოებით 90 თუ არა 3-85% იყო მაგრამ ცოტა მეტიც მოგვივიდა მომდევნო ვარჯიში ახლა გვიწევს ჩვენ თუ არა 4 მისვლა 3-ები მაგრამ ცოტა მიახლოებით 3% მაღალი წონით და ვაკეთებთ ალბათ უფრო ვიტყოდი ყოველ მე-9-მე-10 დღეს. როგორ იგრძნობს წელი, იმიტომ რომ CrossFit-ის თემას მაინც უბერავ. დახურულ ჯგუფში მაქვს Matt Fraser-ის ნაყიდი გარკვეული პროგრამა, flagship ქვია თუ არ ვცდები და მაგასაც უბერავ. შესაბამისად, იქაც ბევრი დატვირთვა არის წელზე. და ეხლა რაც ფაქტობრივად მე თქვენ გეტყვით, ამ სიტუაციას ვიტყვი როგორ თემაში. პირველი, თუ თქვათ, პრახოთ გაგოთ ორშაბათს, თქვენ კვირა დღეს უნდა დაისვენოთ. დასვენება იმას უფრო არ ნიშნავს, რომ იმენაი დივანზე უნდა იწვეთ და ვაფშე არ გაინძრებთ, არ გატოკდეთ და 10 ნაბიჯიც არ გააკეთოთ ზედმეტი. ჯობია გააკეთოთ როგორი ვარიანტი. აიღოთ როლიკი, რაღაც MFR-ი გააკეთოთ ჩვეულებრივ, ანუ რაღაცა თქვათ, გაიწელოთ, გამოიწელოთ ლაითად, ზომიერების ფარგლებში ყველაფერი. შესაბამისად, რაც შეეხება კვების ნიუანსებს, აღნიშნო როგორ ვარიანტს. შეეცადეთ ყოველთვის რომ პოტასიუმი და სოდიუმი, ანუ რაღაცა გარკვეულად ეს შეიძლება ითქვას მარილის და კალიუმის ბალანსი გქონეთ მსგავსი. ანუ უხეშად თუ თქვენ დღის განმავლობაში იღებთ უხეშად თქვა 5 გრამ სოდიუმ, შეეცადეთ 4 გრამ ნახევარი 5 გრამი პოტასიუმი მიიღოთ. ამიტომ სპორტსმენისთვის 13 განსაკუთრებით ზაფხულ პერიოდში, როცა აი იმენა მაგრად გაგვდის, რასაც ქვია წვენი, ესე ვიტყვი უხეშად. შეეცადეთ დღის განმავლობაში 300-400 გრამი ყველაზე აი იაფი და ყველაზე მაგარი პროდუქტი რაც შეიძლება ითქვას სპორტსმენისთვის, თან აი გლიკოგენი, თან პოტასიუმი იქნება კარტოფილი, ანუ კარტოფილი მილიონი პროცენტი უბერეთ. აი იქნება პირველი რეკომენდაცია, რომ აი მინერალების ბალანსი დააბალანსოთ. მეორე, თუ არის იმინა ძალისმიერი პრახოტკა, მიახლოებით 3 გრამ ნახევრიდან ზევით, 3 გრამ ნახევარი 4 გრამი ნახიწყალი კილოგრამზე იქნება как бы good idea, ნორმალური იდეა რა და 100 კილო ხართ 400 გრამი ნახიწყალი. შეეცადეთ რომ შეჭამოთ. შეიძლება დაჟე 450-500 გრამი. ბევრს ძალიან ნუ შეჭამთ თუ არის პროსტა ერთჯერადი პრახოტკა, რაღაცა თქვათ ერთ მოძრაობაში. თუ არის სამჭიდის შეჯიბრი, ვაფშე სხვა რამე არის და დღის განმავლობაში სამჭიდის შეჯიბრი იწელება მიახლოებით 4-5 და 6 საათიც. თქვენ შეგიძლიათ რომ იქაც თქვათ რაღაც ვარიანტში სწრაფი ნახიწყლები უბეროთ, ეგეც წავა ენერგიაში ნორმალურად და ბევრი ნახიწყლები იმიტომ არა, ბევრი ნახიწყალი შესაბამისად ყოველი 1 გრამი ნახიწყალი 3-4 გრამი წყალია შესაბამისად და შეიძლება ძალიან დაგამძიმოთ. მაღალი რომ დამძიმდებით შესაბამისად წნევაც მატულობს, ცოტა უფრო შეიძლება თავის რაღაც სიმძიმე გქონდეთ, ცოტა შეიძლება თავში გქონდეთ სიმძიმე დუმს რო ქვია მაგას და პულსიც იყოს მაღალი. ამიტომ ოპტიმალური როგორც თქვი რა მიახლოებით აი 4 იქნება ალბათ იდეალური 3 გრამ ნახევარი 4, მაქსიმუმი 5 გრამი ნახიწყალი. აი იქნება იდეალური ვარიანტი მინერალებთან ერთად ბალანსში. ძალიან ბევრი ცილა არა ესაჭირო. ცილა ალბათ იქნება ნორმალური, ოპტიმალური ალბათ 1.8 მაქსიმუმ 2 გრამი კილოგრამზე. ეგ არის ცხიმი კლასიკურად ყოველთვის როგორც რჩება. თუ რა ვიცი ხართ ნატურალები გრამს უბერავთ კილოგრამზე. ეგ არის საბაზისო ვარიანტი. ეხლა გადავიდეთ ცოტა უფრო გემრიელ თემაზე. ესე იგი, შევეხები რას? მე ლიჩნად მაგრად მევასება და ენერგიულ ტონუსს კარგად წევს ბეჯგუფის ვიტამინები. ორალური ფორმები რაც არის, რაც კი ჩოლბურ მაღაზიებში იყიდება, აი ყველაფერი ფაქტიურად არის უბრალოდ რა ვიცი, აი ფერს უცვლის უბრალოდ აი არადეკვატური პროპორცია არის და უფრო მეტწილად არის ფაქტიურად ანუ არააქტიური ფორმები რა, ანუ არის იაფი და ვიტყოდი რომ აი რაღაცა თქვათ აი ბავშვისთვის თქვათ ანუ ვიღაცა ვინც სუმუქი წონისა არის 2-3 კაფსულა შეიძლება დღის განმავლობაში ჩემი შაკოც მაგალითად უბერავს ჩოლბრივ B კომპლექსს და იმიტომ რომ სუმუქი არის თან ბავშვი არის და თუ მივასაუბარი მინდა ბეჯგუფის ვიტამინებზე თიამინი ცალსაკე რიბოფლავინი ცალკე P5P 5M THFE მეთილკობალამინი B12 აი ყველაფერი უნდა იყოს ცალსაკე და უნდა იყოს მეგადოზები არასდროს არ შეგეშინდეთ ბეჯგუფის ვიტამინებით იმ კუთხით
აი რომ ზოგადად უკან პროცენტულობას რო გადმოვშლით, ზოგ საწერია აი თქვა 1000% დღიური ნორმისაგან. ეგ რო წყალში გავხსნილი ვიტამინებია, მეტწილი პროსტა უბრალოდ ჩარტში გამოვა რა. ანუ პერედოზი რო დაიმართო ბეჭდვის ვიტამინებით, აი ძალიან უნდა ეცადო რა. ამიტომ კაფსულებიც რაღაცა ნორმალური თუ აქვს აქტიურება, მაგრამ მე ეჭვმეპარება ყოველას მეცალკე მილაგია მიახლოებით 5 ბეჭდვის ვიტამინს ცალსაკე, მაგრამ თქვენ ეგ არ გექნებათ, დაიჭრეთ საფიაქო ჩოლური მილგამა. ჩოლური მილგამა მაგრად აფხიზლებს, მაგრამ ხოდავს, პროსტა პრახოთკამდე მიახლოებით 1 საათი, საათნახევრით ადრე. ნიუანსი, თუ ხართ მიახლოებით 80 კილოზე ქვევით, ანუ 80 კილო, საკმარის იქნება 1 ამპულა. თუ ხართ მიახლოებით 1 80, 85, 90 ან 100 კილო, შეიძლება რომ ცადოთ 2 ამპულა. გზად ვიტყოდი როგორც ემას, დილით თქვა შესაბამისად ესე რომ გაიგვიძეთ 1 ან 2 ამპულა მილგამა, შეიძლება შესაბამისად ითქვას თქვა რავი რაღაცა თქვა ბრინჯის ხლებცი, ცოტა კარტოფილი, 1-2-3 ცალი მთლიანი კვერცხი, კოკოსის თქვა ცხიმზე. რავი, კაკაო თქვა, ჩვეულებრივ ეგ ისაუსმეთ და რაც თქვა საფლემენტები გაქვთ, კიდე ზევიდან ბონუსად მილგამას დავაყოლეთ პანაგინი ფორტე. პანაგინი ფორტე ჩვეულებრივ უბრალოდ რაღაცა გარკვეული ზედა იყოს რაღაცა ბონუსი მინერალების, ანუ იქ არის პოტასიუმი და არის მაგნეზიუმი. ეგ იქნება საბაზისო ვარიანტი. მივდივართ ახლა უკვე ვარჯიშზე. ვარჯიშამდე მიახლოებით ვიტყოდე პრახოთკამდე 20-25 წუთი ადრე ვაკეთებთ რას? კომბინაცია შეიძლება იყოს ბევრი. წავიდეთ უფრო ნერვული სისტემის აღგზნების კუთხით. ნერვული სისტემის აღგზნებაზე თუ მივა საუბარი, ყველაზე ისეთი პრიმიტიული რაც კი შეიძლება რომ დავითრიოთ, არის ამინომჟავა L-თიროსინი, პრეკურსორი დოფომინის, რაც დოფომინი არის უფრო ვიტყოდი რომ უფრო რაღაცა ჩვენი მამოძრავებელი, რაღაცა მოტივატორი, რაღაცა ვთქვათ აი დრაივერი, ნეირომედიატორი და მაგას ვიტყოდი რომ მაგის გააქტიურება იქნება good idea. ამიტომ თუ ვთქვათ არ გაქვთ გასინჯული თიროსინი, დაიწყეთ დაბალი დოზით, მიახლოებით 500 მგ. შეიძლება გრამით. ყველაზე ოპტიმალური ვიტყოდი რომ ალბათ აი მეტწილად რაღაცა გარკვეული კვლევები რაც წავიკითხე, იქ ზოგან გამოყენება დაჟე 5-6 გრამით, 8 გრამით, ნუ ბლედ პიზიეს ბევრია, არ არის საჭირო. აი ოპტიმალური იქნება მიახლოებით თუ ადამიანი ძალიან გიპერაქტიული არის 1 გრამი, თუ ადამიანი ნორმალური ნერვული სისტემის არის, აი მაგალითად გუჯას და რამაზი ნორმალური ნერვული სისტემის არის. აი მაგათ მიახლოებით შეიძლება რომ აი 1500 მგ ხომე 2 გრამი დავალევინო ხომ. ეგ არის ოპტიმალური ვარიანტი. გზად კიდე ჩვენ ტესტავთ ხომ ფენილპირაცტამს. ეგ არის ისეთი გარკვეული რაცტამების ოჯახიდან ისეთი ნოოტროპი, რომელიც პახუთ პერფორმანსს აუმჯობესებს. ეგ ფაქტიურად ძალიან რთული საშუალოა. მის ციხრში კი არის, მაგრამ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ შეიძლება რომ დაიტესტოს. თუ ეგ არ არის, თიროსინი ესე იგი რაც თქვი პირველი იქნება, 1,000,000% სინერგიულად, რადგან ცოტა შედარებით მოვდგეთ რომ ადენოზინის რეცეპტორებით შესაბამისად გავთიშოთ კოფეინი წავა 1,000,000%, კოფეინიც ინდივიდუალური არის. კოფეინის მიმართ რეცეპტორები ყოველ ადამიანს აქვს ძალიან ინდივიდუალური. ვიღაცა თქვა იდეალურად გზნობს და საკმარისია 1 მგ კილოგრამზე, ვიღაცას უნდა 3 მგ კილოგრამზე. და ვიღაცას თქვა დაჟე ზოგი არის რომ მარტინ ლიცის იყო აქ ჩამოსული წლების წინ ვებაზე ამ თემაზე და დღეს რავი შეჯიბრის დღეს ხომ არის ტიპები კაროჩი იქაო ჩემს გარშემო რომლებიც ცოვენ დაჟე 1 გრამ კოფეინს. ეგ არის პიზდეთ ძალიან ბევრი ადამიანი ეთყობა ამას წლების განმავლობაში აკეთებს და რეცეპტორები მგზნობიარობას კარგავენ. მე ვიტყოდი როგორც თემას, რომ ალბათ ყველაზე მინიმალური, ალბათ იქნება აი ნორმალური მილიგრამი კილოგრამზე. 100 კილო ტიპისთვის, აი მე თუ არ 100 კილო, 100 მილიგრამი H-ასოცია 30 მილიგრამი მე მყოფნის ამ კომბინაციაში. ამიტომ მეორე ფაქტიოდ შესაბამისად იქნება ეგ თუ მივა შესაბამისად ახლა კიდე რაღაცა ვთქვათ აღმახსნებელი ნერვული სისტემის ფაქტიურად და რაღაცა ვარიანტში შეიძლება ითქვას რეცეპტორები თუ არ ავწდები A2 ადრენო რეცეპტორების შესაბამისად აქტივატორი ეგ არის იოხიმბინი. იოხიმბინი ფორმა ვიტყოდი ალბათ ოპტიმალური იქნება კლასიკური ჰიდროხლორიდი. ბევრი ეგეც არა ესაჭირო. ალბათ ვიტყოდი რომ 1-5 მგ. ეგეც ინდივიდუალური არის. ვიღაცას უნდა 10 მგ. ვიღაცა ვიცი ერთ ჩემ მეგობარ რომელიც უნდა 20 მგ-ს და ვაფშე არაფერი რა. ანუ ეგეც შესაბამისად ჯიგრულად ის ვარიანტში რაღაცა გარკვეულ ნეირომედიატორებს და რაღაცა გარკვეულ რეცეპტორებს ისე აღახსნებს, რომელიც უფრო აკეთებს როგორ მექანიზმს, ანუ სტოპის ფაზას შესაბამისად თიშოს. ანუ იოხიმბინი კაი სტიმულატორი არის რა. მეტწილად ხომ არის ხომ ცხიმის წველებში, მეტწილად არის ხომ რაღაცა გარკვეულად პრე-ვორკაუტებში. ეგეც მაგ მიზნით, რომ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ამიტომ იოხიმბინიც კაი პონტი არის ჩვენ ვსვავთ ხომ მიახლოებით 5 მგ-იანი კაფსულები გვაქვს, ეგეც ნორმალური ვარიანტია. რაც კი შეიძლება რომ თქვა რაღაც კიდე რაღაცა ჰარდკორული პონტი თქვა დაემატოს, ვიტყვი ახლა ერთ ნიუანსს. ბევრი კრეატინის ვარიანტში, კრეატინს თუ მივა საუბარი, კრეატინი კაია, მაგრამ თუ გვინდა მაქსიმალური შესაბამისად კრეატინის ბენეფიტები მივიღოთ, იმენა ვარჯიშისთვის უნდა ჯობია მივიღოთ ვარჯიშის წინ. შესაბამისად კრეატინს როცა ჩვენ ვსვავთ და როცა შედის კონტაქტში წყალთან გარდა იქნება კრეატინიდან და
ტუალეტში თუ ეგრევე გარბიხართ და მიდიხართ ძალიან დიდი რაოდენობას походу ეს თვალე შეიძლება ითქვას რომ ფიში გადის. ამიტომ კრეატინის როგორი თემა არის? დღის განმავლობაში ბაზარი არ არის, აქვს ნოოტროპული თვისებები, რა ვიცი, აი ძალიან სასარგებლო რეალურად ისეთი ნივთიერება არის, რომელიც შესწავლილია ყველანაირი კუთხით ბავშვისთვის, ბებიებისთვის, ბაბუებისთვის. ძალიან ბევრი გარკვეულ ასპექტში გამოყენდება რა. Даже იყო ძალიან საინტერესო კვლევები, რომ აი ღამენათევი ტიპები ვინც არიან თქვათ, იღებენ ვარჯიშის წინ მიახლოებით 20-25 გრამს და ჩვეულებრივ ეფექტურად ატარებენ თავის ვარჯიშებს და გარკვეული იმ დღეს. ამიტომ კრეატინსაც უეჭველი ჩავთავა, რადგან ძალიან თქვი რომ თავიდანვე თქვი რომ სია იქნება მეთქი ძალიან პრიმიტიული. ოღონდ როგორი თემა არის? კრეატინ მონოჰიდრატზე თუ მივასაუბარი გარკვეულ ხარისხიანზე, მაინც ვიტყოდი რომ კუჭი რამდენ საიტანს, კუჭი ამან ლიმიტირებული ფაქტორია. ზოგი არის რომ, რა ვიცი, ეგრევე ფაღარად იმართება და 10-12 და 15 გრამზე. ზოგი არის რომ ვაფშე პრობლემოთ უძლებს 30 გრამსაც. ამიტომ თქვენ ინდივიდუალურად ალბათ კრეატინი ყოველს გაქვთ გასინჯული. თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი კუჭის და ფერმენტატული სისტემის რეაქცია კრეატინზე. თუ ვატყობთ და დატესტილი გაქვთ რომ 10 გრამს ვაფშე easy breezy იღებთ, სადაც 15 გრამი მიახლოებით, ვარჯიშამდე ვიტყოდი 45 წუთი 1 საათით ადრე იქნება ოპტიმალური. ესეთი კოქტეილი იქნება ძალიან მაგარი. თუ მივასაუბარი ახლა და თქვა გაქვთ რამე კიდე გზად პრე-ვორკაუთი, ანუ პრე-ვორკაუთში ყოველთვის კიდე გზად ხუმე რაღაცა თქვა, ან ნოოტროპები, ან თქვა ციტრულინი ურევია, ან თქვა ურევია და თქვა ჰიპერზინი, შეიძლებაერიოს თქვა ალფა GPC, შეიძლებაერიოს თქვა და კოლინი. ეგეთ შეიძლება უბრალოდ პროპორცია ჩვენ თავარია პრე-ვორკაუთიდან ავიღოთ კოფეინის, რადგან კოფეინი ყოველთვის ყრია, კოფეინი არის ვაფშე უფაი კაპეიჩნი, მენა უფასო ისეთი გარკვეული ნივთიერება, რომელიც ვაფშე არაფერი არ ღირს და უბრალოდ ჩვენ ავიღოთ პრე-ვორკაუთიდან მაგალითად თქვა კოფეინი, როგორც თქვი რა, მიახლოებით 1-2 მილიგრამი კილოგრამზე, თიროსინი როგორც თქვი უხეშად თქვა 1 გრამი, იოხიმბინია 5 მილიგრამი იქნება საკმარისი და უკვე მე პახუდუ ბონუსად ვამატებთ კრეატინს. კრეატინს შეგვიძლია გავაკეთოთ და როგორ თქვა, ავიღოთ მიახლოებით 15 გრამი და ვხედოთ ეგრევე ერთ ჯერადად თქვა და კიდე თქვა შეიქში აუცილებლად ვარჯიშის დროს წავიღოთ თქვა, ჩავაყაროთ გინას კლასიკური თქვა რეგიდრონი ნახევარი პაკეტი შეიქერში, სადაც კიდე დავამატებთ თქვა რამე წვენს და კიდე გზად 10-12-15 გრამ კრეატინს. ესეთი ექსპერიმენტი შეიძლება რომ გაკეთდეს რა. ესეთი ვარიანტი ფაქტიურად ჯიგრულად დაბუსტავს როგორც ნერვულ სისტემასაც თქვი, პირველი ეგ არის ნერვული სისტემა. იგინას კროსფიტში რო ავიღოთ, ან გინას სიბლისში ავიღოთ, აი უკვე როცა დამჟავებას გზნობ და როცა საშინელი ტკივილი გაქვს, მაინც ნერვული სისტემის ნეირომედიატორების ბალანსი და სტოპი და იმ სტოპის და გაზის შესაბამისად გარკვეული ღილაკი საიცავ უფრო ის ზოლი ეგ გადაწყვეტავს მაგ სიტუაციას. იგივე სიტუაცია როგორც მოჩხუბარებში. просто მოჩხუბარებში სისტემა არის იქ უფრო რთული რაღაც გარკვეული საინტერესო ძალიან ისეთი ჩემი საიდუმლოები მაქვს, მაგრამ ეს არის ისეთი ყველაზე პრიმიტიული ვარიანტი, რომ ამით შესაბამისად რამე ივნო ალბათ არის შეუძლებელი რა. просто უბრალოდ რას ვიტყოდი, რომ ესეთი პრახუთკის და ესეთი გარკვეული კომბინაციის შემდეგ რეკომენდირებული არის, რომ თქვა იმ დღისით ჩვეულებრივ შეეცადოთ რომ რამე ისეთი ძალიან ლაითი რამე სედატიური მიიღოთ, რა ვიღაცა თქვა მიკროდოზის თქვა მელატონინს უბერავს, ვიღაცა თქვა მეგადოზს უბერავს იმას მაგნეზიუმს, ვიღაცა თქვა იძინებს ფენიბუტიდან თქვა ჩვეულებრივ გაბას რო ეძახიან ზოგს ეგ უსწორდება რა. მაგას ვიღებთ და მეორე დღისით უეჭველი ვისვენებთ არავითარ ეგეთ კომბინაციას მსგავს არ ვაკეთებთ. ერთადერთი просто ვინც კი ხართ დამოკიდებულები თქვა ყავაზე, ხო ჩვეულებრივ ყავასაც დღეში 1-2 ჭიქას დალებთ. ყავასაც შეეხება ყავაზე ზოგადად ვიტყვი როგორ ნიუანს, ისევ და ისევ ბალანსი არის. ძალიან ბევრი კვლევები გამოდის, ყავა არის უზომოდ სასარგებლო, უზომოდ არის კაი, მაგრამ მაინც ზომაში. დღეში 6-7 ჭიქა ყავა ვიტყოდი რომ არა. 1-2 ჭიქა იქნება ოპტიმალური მაქსიმუმი 3. ისიც просто გააჩნია ისევ და ისევ ადამიანის შესაბამისად რაღაცა მგზნობიარობას კოფეინზე რა. ესეთი გარკვეული კომბინაციის მიქსი, მინდოდა ეს ვიდეო გამოსულიყო ტაიმ-ხაფი, რა ვიცი, 20 წუთი და კაკრას მეგონი გამომდის რა. დაუფიქრით და ცოტა აი რო ვლაპარაკობ, დაუფიქრით მაქსიმალურად ღრმად ყოველივე გარკვეულ ნიუანსს. თქვენ იცოდეთ რომ რაღაცა ერთი არ არსებობს. აი ზოგი მოდის და მეუბნება შესაბამისად როგორ სიტუაციას. გიო მაგალითად აი ტესტოსტერონი უფრო ძლიერი არის თქვა 500 მილიგრამი თუ ტრემბოლონი 300 მილიგრამი. ჯერაცეთ როგორ უნდა გაიკეთო ტრემბოლონი და არც არის სწორი გაიკეთო ტრემბოლონი, იმიტომ რომ ეგ არის ფაქტობრივად ანაბოლიკი მამაკაცები და ჩვენთვის პირველი ჰორმონი მაინც მამაკაცური იქნება ტესტოსტერონი. რაღაცა თქვა ტესტი 1,000,000% გვინდა. მეორე ნიუანსი. როცა მიდის საუბარი თქვა ტრენზე, ტრენი ხო ვაფშე ეგ არის იმინოცეტში საშიჯიბრო და იმინა რაღაც გარკვეული, აი ვისაც მაგარი ამბიცია აქვს, იმათთვის ეგ. მაგრამ გზად ყოველთვის არის რა, რომ ყოველივე რაღაცა გარკვეულ პრეპარატს მოსდევს მე კომბინაცია მინიმუმი 2, 3 და 4 რაღაცა საიდ ეფექტების ნივილირებისთვის, ანუ რაღაცა რომ საიდ ეფექტები ეს ვარიანტში დავაკლოთ. ანუ ყოველთვის თქვა თუ ადამიანი რაღაცა თქვა აი უბერავს თქვა ტრენს, ის ძალიან აღახსნებს ნერვულ სისტემას, ის ძალიან აფუჭებს ძილს. ანუ გამოდის თუ თქვა ნერვულ სისტემას თუ ძალიან აღახსნებს,
რაღაცა თქვა რაოდენობა ვალპროვის ჟავა, რაღაცა რაოდენობა თქვა შეიძლება ითქვას ელთიანინი. დღის განმავლობაში მაგას უეჭველი ვაბალანსებთ, რომ ვიყოთ ადეკვატურები. ანუ ყოველთვის აი რაღაცას რო ვლაპარაკობ, ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ყოველ გარკვეულ კომბინაციას, აი გარკვეულ რაღაცა თანოსის, რა ვიცი, 5-6 კენჭი რო შეიქმნას გარკვეულად ბალანსი. მაშინ ექნება ყველაფერს გარკვეული ძალიან მაგარი შედეგი. ახლა თქვენ რო აიღოთ თქვა და პროსტა მილგამა გაიკეთოთ და სხვა რაღაცები და პროსტა კოფეინი დალიოთ, ისეთი ვერ ექნება. ეს კომბინაცია უზომოდ საინტერესოა. რაღაცა ნერვული სისტემაა, რაღაცა თქვა კიდე რაღაცაზე, იქ მინერალები გვაქვს, იქ თქვა გლიკოგენი გვაქვს და შესაბამისად ვაკეთებთ საქმეს მაქსიმალურად პროდუქტიულად, შეიძლება ესე ითქვას რა. ეგ არის ბიჭები, ესეთი ვიდეო ძალისმიერი ვარიანტისთვის. შესაძლებელია რომ მომავალში თუ გაგისწორდებათ, ბევრი ლაიქები მოყვება, კომენტარები მოყვება, იაქტიუროთ მაქსიმუმად ეგ მაქვს თხოვნა, ანუ თხოვნა როგორი ვარიანტია, ანუ უბრალოდ ითხოვს რეკომენდაციებისთვის ლაიქებს და კომენტარებს, ანუ თქვენ თუ მაგას არ გააკეთებთ, არ იქნება და ესე მაქსიმალურად მეც мотиваცია არ მექნება, რომ მაგარი ვიდეოები გადავიღო. გადავიღე ფუიჭველი რამეს თქვა ისეთ აერობული შეჯიბრისთვის თქვა, აი სადაც უფრო გამძლეობაა თქვა, თან ეს თუ ვარიანტი არის რა. ან დაჟე თქვა თუ ბევრი რეალურად მოთხოვნა იქნება თქვა, ვინც აი ნორმატივებს აბარებთ ბიჭები თქვა, ან ვინც თქვა რეალურად მსგავს რაღაც თემებს უბერავთ. და კომენტარით მსგავს რაღაცა ფორმატში ჩავწერ, უფრო გამძლეობისთვის, სადაც უფრო სხვანაირი მიქსი იქნება საინტერესო რა. და ვისაც თქვა გინდათ რა ვიცი სავარჯიშო პროგრამა და რაღაც გარკვეული ექსკლუზიური კონტენტი Telegram-ში მაქვს ახურული ჯგუფი, ვისაც გინდათ თქვა ონლაინ წაყვანა, თქვა გინდათ ერთჯერადი კონსულტაციები მომძებნით შესაბამისად სოციალურ ქსელებში. ყველა იყავით ბიჭები ჯანზე, ყველას დროებით, ადიოს.